უზენაესმა სასამართლომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო, შემდეგი ნაბიჯი საკრებულოზეა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაიკავებენ თუ არა თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლების საკუთარ თანამდებობებს. საკრებულომ საქმეების განსახილველად ერთთვიანი ვადა აიღო. ირაკლი შიხიაშვილის თავმჯდომარეობის დროს გათავისუფლებული 22 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის წელიწად ნახევარი ელოდა. ეს გასაგებია საკრებულოს განცხადება, რომელმაც ძალასიტატუა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურში ჩვენი განთავისუფლების გაცვლით ცნობის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ საკრებულოს გადაწყვეტილება 13 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბათილად ცნო. სწორედ ამ განჩინების საფუძველზე ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები დაკავებულ თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩვენი განთავისუფლება მოხდა უკანონოდ, რადგან არ იქნა დასაბუთებული ჩვენი განთავისუფლების რეალური მიზეზი. ჩვენ ვითხოვთ საკრებულოდან, რომ მოხდეს ჩვენი სამსახურში აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკრებულოს თანამშრომლები 2013 წლის სექტემბერში რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს, თუმცა ამ არგუმენტს არც ერთი მათგანი არ იზიარებს. შიხიაშვილის უმრავლესობამ გადაწყვეტა, რომ მათთვის მიუღებელი ადამიანები რაიმე ფორმით გააშვათ სამსახურიდან და ეს უნიჭოდ შეფუთეს და არქვეს რეორგანიზაცია აბსოლუტურად პროფესიონალიზმის და ყველანაირი ნიშნის გარეშე, მხოლოდ მათთვის მიუღებელი 22 ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს გადაწყვეტილებას მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს უკავშირებენ, თუმცა ბრალდების ადრესაც ამ თემაზე დღეს არ უსაუბრია. განმარტება მხოლოდ მაშინდელმა აპარატის უფროსმა გააკეთა. კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მე როგორც მაშინდელმა აპარატის უფროსმა გამოვიდა შესაბამისი განკარგულებები. შიხიაშვილი იყო მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს გადაწყვეტილებაში მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა როგორც რიგითმა დეპუტატი. დაუბრუნდებიან თუ არა საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების სამუშაოს ჯერჯერობით უცნობია. საკრებულოში განმარტავენ, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაწყებულია გათავისუფლების აქტების ხელახალი შესწავლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა საკრებულოს იმსჯელოს, შეისწავლოს გათავისუფლების აქტები ხელახლა და გამოცეს კანონის შესაბამისად. აღნიშნულზე აქ საკრებულოს ერთთვიანი ვადა, რომ იანვარს ჩაგვარდა ეს გადაწყვეტილებები, იმსჯელოს და გამოიცა ახალი აქტები. თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით თანამშრომლების გათავისუფლების და მიღების გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე იღებს. მისი პოზიცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით უცნობია.